დღეს იხილება სისხლის სამართლის საქმე ბრალდებული საფრანგეთის მიმართ. საქმეს იხილავს ხალხის საჯარო სასამართლო. Განშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები. 115 მუხლი თვითკოვანდა მიყვანა, 127 მუხლი გაუპატიურება და 167 მუხლი კურდობა. საბადრავო სამსახურის მიერ წარმოდგენილ იქნა ბრალდებული საფარბეგი. იუჯის სკოლის მე-11 კლასში მე და ქართულის მასწავლებელმა ეკავრა გველიძემ გადავწყვიტეთ მოგვეწყო სასამართლო პროცესი და გაგვესამართლებინა აკაკი წერეთლის გამზრდელის პერსონაჟი საფარბეგი. პროცესი იყო ძალიან საინტერესო, მოსწავლეები შევარჩიეთ როლებში და თვითონ მოამზადეს სიტყვები, წინვალეთ იმუშავეს პროკურორებმა, დაცვის მხარემ, მოწმეებმა. პროცესი იყო ძალიან საინტერესო, გადაწყვეტილებას საფარბეგი დამნაშავე იყო თუ არა, უნდა გამოეტანათ ნაფიც მსაჯულებს და ძალიან ხანგრძლივი კამათის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება და საფარბეგი ცნეს დამნაშავედ. დიდი მადლობა ეკავრა გველიძეს ასეთი საინტერესო ერთობლივი პროექტისთვის. მომავალში გეგმავთ სხვა პროექტებს. მოახსნა სასამართლოს სახელი და დაბადების თარიღი. მე ვარ საფარბეგი, დავიბადე 1878 წელს სამხატვროში. წარდგენ ბრალდებაში ცნობ თუ არ თავს დამნაშავედ. არანაირად. ბრალდების მხარე ითხოვს სასამართლომ ქმედება სრული სიმკაცრით შეაფასოს და სამართალმა უნდა აჩვენოს ის, რომ ასეთი ქმედება დაუხსნელი არ დარჩება. ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც ადამიანის თვითკვლავმა და მიყვანა. დღეს აქ არ გავარ იმისთვის, რომ მოეყო მძიმე ბრალდება, ან შევამცირო ის კიბილი, რომელზეც საუბარია. თქო, დავსვათ ესეთი კითხვა. გვაქვს თუ არა ესეთი მტკიცებულებები, რომელიც არ ტოვებს ეტლის საქმეს? არც ერთი ბრალდება არ არის დამტკიცებული საკმაოდ სამი მტკიცებულებები. ასე აუცილებელია გავითვალისწინოთ იმ დროის ისტორიული და სოციალური კონტექსტი, რადგან საფარბეგის შეფასება თანამედროვე კანონმდებლობით არ არის სწორი. დაადასტურეთ სასამართლოსთვის, რა სტატუსით იმყოფებოდა საფარბეგი თქვენს ოჯახში მომხდარის დღემდე. საფარბეგი იყო ბათუს ძუძუმტე, თითქმის ძმა და მოვიდა რაღაც გარკვეული თხოვნით. აუში იგი თავის მასწავლებლთან, რომელსაც მე არ ვიცნობდი. ეს ყველაფერი იყო საფარბეგის ინფორმაციული манипуლირება და ისიც კანონით იშევა. მადლობა. მედიცინურად ეგრე შეიძლება ინფექცია შეეჭრას და მოგდარიყო. თქვენ იმაზე მითითებთ, რომ საფარბეგი დამეხმარა, რადგან კუნძულები გერმანა. დიახ. დღეს ჩვენ მქონდა ლიტერატურული სასამართლო აკაკი წერეთლის ნაწარმოების გამზრდელის მიხედვით, სადაც ჩვენ გავასამართლეთ საფარბეგი, რომელსაც ბრალი ედებოდა სამ დანაშაულში. პროცესის მოსმენის შემდეგ ნაფიც მომსაჯულებმა საფარბეგი ცნეს დამნაშავედ და მოსამართლე მიუსაჯა მას 8 წელი. ბრალდებულს მოეხსნა ბრალეულობა ქურდობაში და ასევე თვითკვლავებამდე მიყვანაში. მაგრამ ვცოლ მას ბრალდებულს ქალის გაუპატიურებაში და შეურაცხყოფაში. მადლობა. შესაბამისად მას ენიჭება სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.